აბა ყველაფერთან ერთად სასარგებლო რჩევები იყო ეს თქვენთვის. გადმოვინაცვლეთ ახლა ჩვენს სტუმართან, გვანცა კილანავასთან ერთად ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საჭიროებო თემაზე უნდა ვისაუბროთ, მით უმეტეს ბავშვის განათლება მშობლისთვის ერთ-ერთი მართლაც რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად გამუდმებით ვცდილობთ ხოლმე რომ კარგად ისწავლოს, კონდეს მაღალი აკადემიური მიღწევები, ამ გზით ვიზრუნოთ მის წარმატებულ მომავალზე, მაგრამ ისმის აქვე კაფიოთ შეკითხვა. ხელმძღვანელობთ კი აი ამ პროცესებს ყოველთვის სწორად. გასაგებია რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ჩავერთოთ ხოლმე შვილის მეცადინეობასა თუ დავალებების შესრულებაში, თუმცა აი ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში ხომ არ ვუშვებთ ხოლმე შეცდომებსაც, რამაც უკვე ბავშვის мотивაციას, დამოუკიდებლობას შესაძლოა რომ მეტად ხელი შეუშალოს კიდეც, ვიდრე მას რამით დაეხმაროს, ასე ვთქვათ და სწორედ აი ამიტომ დღეს ჩვენი კოლეგა გვანცა კილანავა სტუმართან ერთად შემოგვიერთდა და გავიგებთ თუ რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის მეცადინეობისას და როგორ შევძლოთ სწავლის ეს პროცესი უკეთ იყოს ორგანიზებული. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, თაკო, როგორც აღნიშნე, სწავლის პროცესში უამრავი პრობლემა იჩენს თავს და ხშირად მშობლებმა არ ვიცით, როგორ უნდა ჩავერიოთ სწორად მეცადინეობის დროს და ასევე როგორ დავეხმაროთ ჩვენ შვილებს სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში. ამ თემაზე მუშაობის დროს გადავწყვიტეთ, რომ თავად სკოლის მოსწავლეები გამოგვეკითხა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი მეცადინეობის დროს, თუმცა ამ ვიდეოს მოგვიანებით ვნახავთ, მანამდე ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფება განათლების აკადემიური დოქტორი, ასევე თესეუს ლექტორი და პედაგოგი დავით წამალაშვილი. მადლობა დავით სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ ყველაზე ხშირად გავრცელებული ფრაზებით, რომელსაც მშობლები ვეუბნებით ხოლმე შვილებს, ესენია მაგალითად, შენ ამას ვერ შეძლებ, შენი ასაკის ბავშვები უფრო მარტივად ართმევენ ამ დავალებებს, თავ შენ კი გიჭირს, ეს ხომ ძალიან მარტივია, რატომ ვერ აკეთებ, დროზე მოდი გააკეთე და ასევე ვეუბნებით ხოლმე, რომ არ გიყვარს სწავლა და ჩვენ მშობლები ორიენტირებულები ვართ შედეგზე. აი რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვებზე ამ ფრაზებმა და ზოგადად რამდენად სწორია ასე საუბარი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ძალიან კარგი თემა არის, რომელთან დაკავშირებითაც ესეთი მზამზარეული რეცეპტები არ გვაქვს, რო ვთქვათ, რომ აი ეს ძალიან კარგი მეთოდი იქნება ბავშვებთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ყველა ინდივიდია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა არის არა, რომელზეც უნდა ვთქვათ, რომ ეს არა და არასოდეს არ უნდა ვთქვათ. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ეს ასე ვთქვათ სიტყვები, რომელიც შეიძლება რომ მშობელმა უთხრას ბავშვს, ამაზე კომბინაცია კი ბატონო, არასოდეს არ უნდა უთხრათ ბავშვს, ანუ არასოდეს არ შეიძლება ვიღაცასთან შედარება. ბავშვი არასოდეს არავის არ უნდა შევადაროთ, განსაკუთრებით მე ვიტყოდი, რომ არასოდეს არ უნდა შევადაროთ თავის დედმამიშვილებს პირადად. აღარ არის საუბარი კლასელებზე, თანატოლებთან შედარებაზე, ან თუნდაც უბანში მეგობრებთან შედარებაზე. იმიტომ რომ აი ეხლა პირადად ჩვენ ამასაკის ადამიანებმა რო დავიწყოთ, ეხლა დაუშვათ სხვა წამყვანთან შეგადაროთ, მე სხვა მასწავლებელთან შემადარო, სხვა ლექტორთან შემადარო, ყველაზე მეტად რაც მეწყენება ალბათ ეს იქნება. იმიტომ რომ მე რაღაცნაირი ვარ, ჩემნაირი ვარ, როგორიც უნდა ვიყო, ესეთი ვარ მე. კარგი ვარ თუ ცუდი ვარ, აი ასეთი ვარ ზუსტად. შესაბამისად ძალიან მეწყენება, როცა მეტყვიან რომ აი ვიღაცა შენზე კარგია თუნდაც. მაშინ რა ფრაზები უნდა ვუთხრათ? რა ფრაზები არის? ანუ მამოტივირებელი ფრაზები. პირველი რითიც უნდა დავიწყოთ, რომ შენ შეგიძლია, შენ ამას შეძლებ. ყველაფერი შესაძლებელი არის, მთავარია მოინდომო. მოდი ერთად მოვახერხოთ რაღაცების გაკეთება. მე დაგეხმარები ამაში და შენ გვერდით მიგულე. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი მამოტივირებელი ფრაზები, ანუ მასწავლებელსაც გამოადგება ბავშვებთან ურთიერთობისას, მშობელს ხო გამოადგება, განსაკუთრებით ისე დროს, როდესაც აი დავუშვათ გარდატეხის ასაკი არის და ბავშვები უკვე რაღაცნაირად იყო სწავლას ანებებენ. мотивация სხვა საკობრევ ასე ვთქვათ პერიოდში ამას აუცილებლად უფრო კონკრეტულად გავარკვევთ, მაგრამ მანამდე ალბათ საინტერესო იქნება თვითონ ბავშვები რა საუბრობენ ჩვენ დავუსვით კითხვა ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც ამ ასაკში კვლავ სჭირდებათ მშობლების და უფროსების დახმარება, მაგალითად რა მოსწონთ მეცადინეობის დროს და რა არ მოსწონთ, ასევე ვისთან ურჩევნიათ მეცადინეობა და ზოგადად თუ ღელავენ, შეგვიძლია ვნახოთ სიუჟეტი, შემდეგ უკვე სარეკლამო ჭრაგველოდება და ვისთან ურჩევნიათ მეცადინეობა, ეს მაინტერესებს ახლა ყველაზე მეტად. ნახოთ. კარგი, ნახოთ. ყველაფერი მომწონს მეცადინეობის დროს. ის მომწონს, რომ დავალებებს სწრაფად და ლამაზად ვასრულებ. მე მომწონს, როდესაც დამოუკიდებლად წერ დავალებებს. ცოტა ვარ მეცადინეობისას, მაგ დროს ვიკეთებ კურსასმენებს, რადგან ცოტა მაინც უფრო გამხიარულებ და კარგად მეცადინო. და ცოტა მუზა მომეცეს მეცადინეობის. მეცადინეობის დროს მე არ მომწონს, რომ ეხმარებიან.
სხვის სიახსნილი არ მიყვარს. მე ის არ მომწონს მეცადინეობის დროს რომ მიბრაზდებიან. მე საერთოდ არ ვიძაბები მეცადინეობის დროს. ნერვიულობ და იმიტომ ნერვიულობ რომ რამე არასწორად დავწერო. არ ნერვიულობ, იმიტომ რომ ჩემ თავში დარწმუნებული ვარ რომ სწორად ვწერე. სანერვიულო რა მაქვს ერთი შემესრულება, გადავასწორებ. შეცდომები ვის არ მოცვლია ცხოვრებაში. მე სულ მარტო მეცადინეობ და თუ ამას ვერ გავიგებ, შევლები მეხმარებიან. მარტო მეცადინეობა მიგჩვენიები. მე მიყვარს როდესაც დეიდაჩემები და მამეცადინებს და იმიტომ რომ სახალისოდ მამეცადინებენ და არ მიბრაზდებიან. მიყვარს დედასთან და მამასთან ერთად მეცადინეობა. იმიტომ რომ ორივე ჩემთვის ერთსა იგივეა. მეცადინეობის დროს იმას შევცვლიდი, რომ ბევრი მკაცრი მასწავლებელი არ იყოს და კარგად გვექცეოდნენ. მაგალითად იმას შევცვლიდი, რომ ნერვები რომ მოეცლებოდათ, არ ეპირათ, იმიტომ რომ ვითარდება ადამიანის ტვინი, მერე ხდება ყველაფერს, რა უნდა ქნას. მაგალითად, თოთო ბავშვები როგორც არიან, რა ჯერ ყველაფერს რო პირში იდებენ. მე ნელა რო გაიზრდებიან, უხდები, რაც არ არის კარგი, არ უნდა თაიდონ პირში. მიყვარს რომ სასაცილოდ გვიხსნიან. თამაში თუ სწავლობთ, ეგ მიყვარს. მაგროს უფრო ვიზაპირებთ ბავშვები რაღაცებს. რო გვათამაშებენ, უფრო კარგად ვიგებ სხვადასხვა საქმებს. რაც სახალისოა, ის ადამიანისთვის ყოველთვის მარტივია. მე ვურჩევდი მასწავლებელს და მშობლებს, რომ ბავშვებს არ აჩხუბენ, იმიტომ ბავშვები თავის შეცდომებზე სწავლობენ. ვურჩევდი, რომ ბავშვებს არ გაუბრაზდნენ, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი ამის გამო სტრესში ჩავარდეს და უფრო ვერ დაწეროს ამოცანები და მაგალითები. მე ვეტყოდი დედას ან მამას ორივეს მაგალითად, რომ არ მეჩხუბონ მეცადინეობას. მე ვურჩევ მასწავლებელს და მშობლებს, რომ კაცრად არ ამეცადინონ ბავშვებს, იმიტომ რომ უფრო ვიგნევით. ჩემი აზრით, ბავშვების შეცდომის დაშვების დროს სწავლობენ და სკოლა იმისთვის არსებობს, რომ ეს შეცდომები გამოასწორონ. ძალიან საინტერესო იყო პატარების მხრიდან გაჟღერებული რჩევები და რეკომენდაციები. მართლაც კარგი მოსასმენი იყო და საცქერი ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა რეკლამის დრო არის და რატომ უყვართ ბავშვებს ბებიებთან და მამებთან მეცადინეობა მეტად ვიდრე დედებთან, ამას რეკლამის შემდეგ გავარკვევთ უკვე დავითისგან. პასუხს გავარჩევთ სათითაოდ. მაყურებელს შევახსენებ, რომ პედაგოგი დავით წამალაშვილია ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობთ, რა შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე ჩვენ მშობლები ყველაზე ხშირად მაშინ, როდესაც ვამეცადინებთ ბავშვებს. ბავშვის აღზრდა განათლების პროცესში. მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ვიხილებთ ასევე სიუჟეტი, სადაც ბავშვებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი საინტერესო პასუხები, დაგვირდით, რომ ამ პასუხებზე ამომწურავ პასუხებს მოვისმენდით, შემდეგ უკვე დარგის სპეციალისტიდან, რა თქმა უნდა, და ჩვენ მოვისმინეთ პასუხები, რომლებიც მათ შორის სენსიტიური იყო ძალიან ბევრი მშობლისთვის, რომელიც აქ ეს სხვათა შორის საუბრობდით ეთერს მიღმა. დედა ყველა ბავშვისთვის, რა ვიცი, განსაკუთრებულ როლს თამაშობს, თავისთავად ცხადია ცხოვრებაში და ყველას განსაკუთრებით უყვარს რაღაცნაირად დედა, მაგრამ მოვისმინეთ პასუხები, რომ ურჩევნიათ, როდესაც მამა ან ბებო ამეცადინებს. რა ფენომენია ეს შეიძლება აგვიხსნათ? ცოტა გამიკვირდა, მაგრამ გამეხარდა ყოველ შემთხვევაში. ალბათ ყველაზე მეტად ვისთანაც სიამოვნებთ ხოლმე ბავშვებს მეცადინეობა. დაასახელეს მამა და ბებია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ დედასთან არ სიამოვნებთ. ჟარგონს გამოვიყენებ და დედასთან ყველაფერი ვერ გაზდით ხოლმე ბავშვებს, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაც შეიძლება რომ ბებიასთან ასე ვთქვათ, რომ ბებია ვიცით რომ ბებია ყველაზე თბილია, ყველაზე საყვარელია და აი დავიღალე და ბებია ალბათ დამიკნავს თავს და მეტყვის ხო დამთმობები არის. ალბათ და ამიტომ ალბათ ჩემი აზრი ასე თქვა. მაინც არსებობს აი ეს დისკომფორტი გარკვეული, რამაც აიძულა ბავშვს ეთქვა, რომ ურჩევნია ბებო ან მამა ამეცადინებდეს. რა შეიძლება შეცვალოს დედამ ამ შემთხვევაში, აი ტაქტიკა მეცადინეობის პროცესში? დედა არ შეიცვლება. დედა არ იცლება. მაინც ინდივიდუალურია ყველაფერი, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ ნუ ალბათ ვფიქრობ, რომ ამის გამო დაასახელეს უფრო მეტად მამა და ბებია, რომ აი მამასთანაც რაღაც უფრო მეტად ის არის, რა ქვია. ასევე დამოუკიდებლად მეცადინეობაც გვირჩევნიაო, რამდენიმე მათგანმა თქვა, აი ეს რაზე მიგვანიშნებს?
იცით რა, ბავშვების სხვადასხვა ტიპზე მიგვანიშნებს. აი მაგალითად არიან ადამიანები, რომელსაც დედამ რო წაუკითხოს ციგნი, ან მამამ წაუკითხოს ციგნი, ანუ ესე სმენით იგებენ დავალებას შეიძლება ვიღაცის საკითხულით გააკეთონ დავალება და აი არიან ადამიანები, რომელსაც თვითონ სანამ არ წაიკითხავს, თვითონ სანამ არ ჩაიხედება ციგნში. არიან ბავშვები, რომელსაც უყვართ სრული სიჩუმე, აი კარები დაკეტილი უნდა იყოს, აი უნდა იყოს ჩამობნელებული. აი მე მაგალითად ტიპი ვიყავ ისეთ, რომელსაც შუაღამისას მიყვარდა ყველაფრის სწავლა. მეც აღნიშნავს დღის განმავლობაში ვერაფრით ვერ ვსწავლობდი. ხო და ალბათ ამის გამო არის, რომ დამოუკიდებლად სწავლაც ეს არის გარკვეული ტიპია ბავშვებისა, რომლებსაც უყვართ დამოუკიდებლად რო ისწავლონ. ანუ არავინ არ ერეოდეს მათ საქმიანობაში დაუშვათ იმ სწავლის დროს. თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ საქმიანობაზე ასე ვთქვათ. ეს ალბათ სამომავლო პერსპექტივაში ბავშვს ზოგადად დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებას მისცემს, უფრო მარტივად ადაპტირდება ალბათ სოციუმშიც, შეუწყობს თუ არა მსგავსი ჩვევა შემდგომში. კი, გონია რომ უნდა შეუწყოს ხელი ამან, იმიტომ რომ როდესაც რაღაცებზე პასუხისგებლობას დამოუკიდებლად იღებ, ეს უკვე პირდაპირ არის წინაპირობა იმისა, რომ სამომავლოდაც რაღაც საკუთარ საქმეებზე და საკუთარ საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი. ცხადია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ყოველთვის ანუ ბავშვი როდესაც დამოუკიდებლად სწავლობს, ანუ მისი ნასწავლი დაუშვათ არის საუკეთესო ვერსია, ანუ ეს საუკეთესო ვერსია ძალიან ისეთია რა, გადაჭარბებული ნათქვამი არის. ანუ გარკვეულწილად მაინც საჭირო არის ყურადღების მიქცევა იმასთან დაკავშირებით, აი დამოუკიდებლად სწავლის პერიოდში რამდენად კარგად, ну აი როგორ ვთქვა, აი რამდენად ყურადღებით მიუდგა იმას. ერთია რომ დამოუკიდებლად მიყვარს სწავლა, ვამბობ რომ მიყვარს დამოუკიდებლად სწავლა, მაგრამ შემოკვიდე მე გადაშლილი მაქვს ციგნი და შეიძლება ციგნში გაჯეტი მეკოს, ანუ დამოუკიდებლად არის რეალურად ეს ყველაფერი. დავით, ბავშვებმა ასევე აღნიშნეს ძალიან მკაფიოდ, რომ მნიშვნელოვანია შეცდომების დაშვებაო და ეს მათი მხრიდან ნამდვილად სწორი შენიშვნა და მითითება, მაგრამ საინტერესო აქაც სად გადის ზღვარი იმისთვის, რომ ეს შეცდომის დაშვება ერთგვარ ჩვევაში არ გადავიდეს და რაღაცა კომფორტულ იმიჯად არ გადაიქცეს. კი, აი იცით რა, სასკოლო ასაკს ზოგადად ეძახიან ხოლმე, რომ აი არასოდეს არ გაუშვათ კარგი შეცდომა ხელიდან. ხო იცით, ეს არის სასკოლო ასაკი. აი ეს კარგი შეცდომა ხელიდან არასოდეს უნდა გაუშვათ. რატოა კარგი შეცდომა სასკოლო ასაკი? იმიტომ რომ აი მაგალითად ნებისმიერ საკითხს, რომელსაც სკოლაში გავდივართ მასწავლებლები, აი მაგალითად მათემატიკაში მე როცა გაკვეთილს ვატარებ, ერთ საკითხზე გვაქვს საკმაოდ დიდი დრო იმისათვის, რომ აი ეს შეცდომები მოსწავლეებმა დაუშვან, შეცდომების პერიოდი გადავლახოთ და მე როდესაც უკვე აბიტურის კლასებში იქნებიან ეს ბავშვები, ან დაუმთავრებელ კლასებში, იქ უკვე როდესაც ანუ ემზადებიან იმისაც რომ გამოცდა ჩააბარონ, შეცდომების დაშვების დრო აღარ არის. სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს ხოლმე ძალიან ცუდად ესე რომ იცი მე-12 კლასიდან მე-11 კლასიდან მშობლები მიიყვანენ კარგ რეპეტიტორთან, ამეცადინებენ, ცუდი რატო უნდა იყოს მასწავლებელი როცა მიიყვან, მაგრამ აღარ არის ის ბედნიერი წუთები, სადაც შეცდომის დაშვების დრო ქონდა. და აი სკოლაში შეცდომის დაშვების დრო გააქვს ზუსტად. და სკოლის მასწავლებელი ზუსტად ის მასწავლებელი, რომელიც შეცდომებს პატიობს. რა იგულისხმება შეცდომებში და სად არის ზღვარი? აი მაგალითად ახალი საკითხის ახსნა დაიწყო მასწავლებელმა, გარკვეულ პერიოდში გაძლევს შეცდომების დაშვების უფლებას, არათუ გაძლევს, ხშირად მასწავლებლები ჩვენ თვითონ ვუშვებთ შეცდომას, რომ მოსწავლეებს დავანახოთ, რომ მაგალითად შეცდომისგან დაზღვეული არ ახარ. ნუ ეს ერთია. მეორეა, აი მოსწავლეებს უნდა აჩვენო, რომ შეცდომა კატასტროფა არ არის. შენ თუ ამ შეცდომას მიუდგები რაღაცა შემოქმედებითად, შეგიძლია გამოასწორო ეს შეცდომა ჩვეულებრივად და მათთვის არ უნდა იქცეს სტრესი. 1-2 ნაბიჯის შემდეგ, ანუ შენ შეგიძლია მიადგე უკვე იმ საკითხს, ანუ იმ ადგილას მიხვიდე, სადაც უკვე შენ წარმატებული ხარ. და მასწავლებელმა ზუსტად აი ამ განმავითარებელი შეფასებით, ანუ თავისი სიტყვებით, თავისი ქმედებებით, თუნდაც გამოხედვით, მოსწავლე უნდა მიიყვანოს ამ წარმატებამდე. და არა ის, რომ პირველივე დღეს ახსნა მასწავლებელმა გაკვეთილი, ან მშობელმა თუნდაც უთხრა ბავშვს ეს სიტყვა და მოსწავლე მეგრევე უნდა გაიგოს და იმ წუთას წარმატებული უნდა იყოს. მით უმეტეს ხშირად ბავშვები შეუძლებელია ეს პირდაპირ და ჩვენ თუნდაც გამოვიარეთ ბავშვებმა და შესაბამისად არ უნდა დაგვაუწყდეს ხოლმე რომ აი მე მინდა ჩემი მაგალითიდან გამომდინარე კითხოთ წერასთან დაკავშირებით, აი პირველ კლასში მაგალითად ვაწყდებოდი ასეთ პრობლემას, რომ სკოლაში მასწავლებლები ეუბნებოდნენ ლამაზად წერას, სწორ კალიგრაფიას, აი ამ წესების დაცვას პირობითად რომ თარიღს წერთ შუაში, წითელ ხაზს არ უნდა გადავსდეთ, უჯრების გამოტოვება არის მნიშვნელოვანი, რატომღაც დიდად ყურადღება არ ექცეოდა და მე სახში ამას მკაცრად ვითხოვდი, იმიტომ რომ მგონია რომ აი ამ პატარა წესების სწავლით უკვე სხვა დიდ რაღაცებს სწავლობ და დისციპლინას ჩამოუყალიბებ. ხო, დისციპლინასთან საფეხურიც არის, რომ რაღაცა ჩარჩოში უნდა მოექცე და მგონია რომ ეს სწორი უნდა იყოს, იმიტომ რომ მე შემდეგ მაღალ კლასებში რთულია ამ ყველაფრის მოთხოვნა. აი თქვენი
რჩევა რომ მოგცეთ ამასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს და რამდენად მნიშვნელოვანია აი წესები დავიცვათ წერის დროს. იცით რა, ზოგადად ანუ ყველაფერს აქვს გარკვეული წესები. ნებისმიერ საქმეში გარკვეული წესები არსებობს და ამ წესებს უნდა ვემორჩილებოდეთ, მაგრამ მთელი საქმე წესები არ არის, ხო, რაღაცა გადახვევები შეიძლება. აი მაგალითად ძალიან ხშირად გაგვიგონია რომ დიდი ადამიანი ვერ წერს განცხადებას. აი შეიძლება ღიმილთად შეგვიხედია რომ ამ ხელა ადამიანმა განცხადება როგორ უნდა დაწეროს. მოკლედ ყველაფერს აქვს თავთავისი წესი. რომ აი ეს იწერება ასეთნაირად, განცხადება იწერება შუაში, აქეთ იწერება და უშუალოდ სატიტულო როგორია, მოკლედ აღარ დავიწყებ ამ საუბარს. შესაბამისად ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული წესების შემსრულებლები უნდა ვიყოთ. მაგრამ ეს არ უნდა გადავაქციოთ იმას, რომ მოსწავლე ჩავაგდოთ ამ სტრესში, რომ როგორ წერთ სუდად დაუშვათ ამ შემთხვევაში. კი, მაღალ კლასებში ხშირად შეგვიმჩნევია, რომ მოსწავლეები აი ამ რუტინას მიჩვეულები არ არიან. თქვენ ბრძანეთ წეგან, რომ დისციპლინას უნდა მიეჩვიოს მოსწავლე. კი, არის გარკვეული წესები, რასაც უნდა ვემორჩილებოდეთ და რუტინის ამბავია თავიდან ბოლომდე, თუ მოსწავლე რაღაცა გარკვეულ რუტინას რამდენჯერმე შეასრულებს და დაიხსომებს, რომ საშინაო დავალება იწერება შუაში და მერე იწერება თარიღი, ან პირიქით ჯერ თარიღი და მერე საშინაო დავალება, ამით არაფერი არ დაშავდება და არც საძნელო საქმე არ არის. დავით, მაშინ ისმის შეკითხვა, როგორ უნდა მართოთ აი ბავშვების мотиваცია, რომ რაღაცა ერთგვარ იძულებით ფორმატში არ გადავიდეს ეს პროცესები და ამ დროს ასევე საინტერესოა წახალისებას რა როლი აქვს. მაგალითად, თუ კარგად იმეცადინებ, მე შენ წაგიყვან კინოში, ან თუ კარგად იმეცადინებ, სასურველ თქვა საჩუქარს დაიმსახურებ. აი ამ ენით საუბარი არის თუ არა მნიშვნელოვანი და ხო, მოლოდინზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ყოველთვის კარგად მეცადინეობს, ალბათ ეს მოლოდინებიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რომ ყოველთვის რაღაცას დაიმსახურებს. და ასევე ამ დროს სურვილების შესრულება რამდენად მნიშვნელოვანია, თუ ის აასრულებს თავის პირობას. ეს უდაოდ. ბოლოდან დავიწყებ მაშინ, რომ თუ პირობას ასრულებს მოსწავლე და შენ პირობა გაქვს დადებული, მე სულ ვეუბნები ხოლმე, ჩემს პრაქტიკანტებს ვეუბნები ხოლმე, განსაკუთრებით მასწავლებლებს ვეუბნები ხოლმე, რომ ან არ მოთხოვ მოსწავლეს რაღაცა, ან თუ მოთხოვ და პირობა დადე, რომ ამას და ამას გავაკეთე, პირობა შეასრულე ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს არ წამოაყენო ესეთი მოთხოვნები. თორე ერთხელ დაგიმახსოვრებს მოსწავლე, რომ დაუშვათ პირობა წაუყენე, შენ შეასრულებდი ამას და არ გააკეთე და მეორედ არასოდეს აღარ შეასრულებს მოსწავლე. აქედან დავიწყოთ. რაც შეეხება мотиваციას, ну мотивация ყველაზე მნიშვნელოვანი არის. აი სკოლაში, სასკოლო ასაკი, ზუსტად იმით არის მნიშვნელოვანი და მასწავლებლებისაც იმით არის განსაკუთრებული, რომ პირდაპირ როდესაც მასწავლებლობას სწავლობს ადამიანი, ანუ პედაგოგიურზე როდესაც სწავლობს, ვასწავლით мотиваციის თეორიებს, თუნდაც სწავლობენ мотиваციის თეორიებს, როგორ და როგორ შეიძლება რომ მიუდგე მოსწავლეს და мотиваცია ამაღლო. თუმცა აი ეს мотиваცია მუდმივად არ უნდა დარჩეს გარეგან мотиваცია. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარეგანი мотиваცია, ხო, აი ამის გამო გააკეთო რაღაცა. გარეგანი мотиваცია მუდმივად უნდა გადავიდე შინაგან мотиваციაში. არ შეიძლება მუდმივად, აი ეს უფრო რაღაცა დელფინი ამოხდა წყლიდან, მივაწოდე თევზი და ბედნიერია, მე ისევ ამოხდება იმის გამო, რომ თევზი ისევ მივაწოდე. შესაბამისად, აი ინსტინქტის დონეზე არ უნდა დარჩეს რა, რომ თავიდან ბოლომდე უნდა გადავიდეს შინაგან мотиваციაში, რომ მოსწავლე შიგნიდან უნდა გზნობდეს, რატომ უნდა უნდოდეს სწავლა, რისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. დავით, ხშირად პირიქითაც არის ხოლმე, ჯერ გამიშვი ვითამაშებ, მერე ვიმეცადინებ, ჯერ მიყიდე, მერე გავაკეთებ. ეს რამდენად შესრულებადია და რამდენად მივყვეთ ამ ლოგიკაში ბავშვებს. იცით რა, მანდაც ეს არის, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, თუ მოსწავლესთან ესჭრის, შვილთან თუ ესჭრის, რომ ჯერ ვითამაშებ დაუშვათ 9 საათი. მაგრამ აქაც ზღვარს არ უნდა გადავიდეთ რა, ესე არ არის, რომ მე ღამე 9 საათამდე ვითამაშებ, მოდი და 9 საათზე დავიწყებ მეცადინეობას. ხო, ხო არის რაღაცა დრო, როდესაც უნდა ჩაეტიოს ეს მოსწავლე და დაიწყოს. აი, გადანაწილებასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, აი მაგალითად 9 საათი ვიმეცადინე და შემდეგ 15 წუთი დაისვენე. აი მე როცა ასე ვიქცევი, ამ 15 წუთის შემდეგ ისევ საკმაოდ მირთულდება, რომ კლავაც მეცადინეობასკენ მოაბრუნო. აი მნიშვნელობა აქვს ამ დროის გადანაწილებას და იმ 15 წუთში მნიშვნელოვანია ითამაშოს, გაჯეტი აიღოს თუ აი როგორ უნდა დაისვენოს ამ დროს. დასვენებაც უნდა იყოს შემოქმედებით, ხო ასე? ანუ თუ სწავლას, ანუ რაღაცა დაუშვათ ქართულისა და მათემატიკის დავალებებს შორის შენ გაჯეტს ასე ვთქვათ, აიღებ ხელში და გაჯეტით ხარ გართული, რეალურად რა გამოდის, ანუ ისევ ინფორმაციის წყაროს იღებ და ამ დროს ოჯობდა რომ ისევ რაღაცა ემეცადინა და დრო ასე ვთქვათ, ამით ნაყოფიერად გამოეყენებინა და დროის გადანაწილება ზოგადად ეს რასაც ქვია, არსებობს ტრენინგებიც კი არსებობს, როგორ უნდა დაგეგმოს ადამიანმა თავისი დრო. ესეც ცხადია რომ ინდივიდუალური არის. მაგრამ აი თვითონ გაკვეთილის ჩატარების პროცესშიც კი, ანუ პირდაპირ აი არსებობს აი ძველი წიგნები რო აიღოთ, ძველი სახელმძღვანელოები, იქაც კი არსებობს ესეთი ასე ვთქვათ, რომ აი რამდენი წუთის შემდეგ უნდა შეასვენო მოსწავლე გაკვეთილზე.
აი დაუშვათ 15 წუთიანი ციკლი უნდა გააკეთო 45 წუთში, რომ 15 წუთის შემდეგ რამდენიმე წუთი თუ არ შეასვენე მოსწავლე, მერე ანუ მრუდი არის დახაზული ასე ვთქვათ. ნებისმიერ კლასში ან მრუდი არის დახაზული, რომ სიტყვაზე აი ამ მრუდის მიხედვით ანუ ეს მოსწავლის ესე იგი ყურადღება, აღქმა ეს რაღაცა ამაღლებულია და მერე ეცემა. ანუ აი ამ დროს ასვენებ მასწავლებელი მოსწავლეს, იგივე უნდა ხდებოდეს ალბათ მშობელი რაღაცა. ბოლოს ასევე აუცილებლად მინდა გკითხოთ კონცენტრაციის პრობლემასთან დაკავშირებით, აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ შულს აქვს კონცენტრაციის პრობლემა. აი მაგალითად, თუ ლექს კითხულობს პირობითად 20 ჯერ და ვერ სწავლობს, ან უცხოენის შემთხვევაში არის ხოლმე, რომ რაღაცა სიტყვას რომ ით არის ჭამა, იმეორებს, რომ ით ჭამა და შემდეგ ეკითხები და ისე ვერ პასუხობს, ხო? აი ამ დროს როგორ უნდა დასწავლის პრობლემაზე გვაქვს რეალურად, ხო, საუბარი? კონცენტრაცია უჭირთ, ხო? იცით ანუ მაგ შემთხვევაში აი პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავერკვეთ რაიმე დარღვევა ხო არ არის მოსწავლესთან. ანუ ეხლა როდესაც რამდენჯერმე განმეორდა ერთი და იგივე ქმედება და ვერასოდეს ვერაფერს ვერ სწავლობს, აი დაუშვათ პატარა ლექსაც კი ვერ სწავლობს, ხო, ზეპირად. მაგ შემთხვევაში ცხადია რომ სპეციალისტთან უნდა გადავამისამართოთ, რომ აი ხო არ არის დარღვევა პრობლემა, სწავლის დარღვევის პრობლემა ხო არ დგას, მაგრამ თუ დარღვევის პრობლემა არ არის ამ შემთხვევაში და უბრალოდ კონცენტრაციის პრობლემაა, პირდაპირ შემილია ვთქვა და ფსიქოლოგები ახლა ჩემზე კარგად ისაუბრებენ, გაჯეტი და გაჯეტი. ერთადერთი აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის კონცენტრაციის პრობლემა არის გაჯეტი. ამ ასაკში მე რაღაც დაახლოებით ერთ თვეზე მეტია რომ შევეჩვი სოციალურ ქსელს, რამდენიმე წუთით შევდივარ ხოლმე მხოლოდ რომ შევიხედო და წიგნების საკითხვა დავიწყე. მეტი რა გითხრათ, ანუ წლების განმავლობაში წიგნები არ წამიკითხავს. აი, კარგი მკითხველი ვიყავი და უშუალოდ ბავშვი როცა ვიყავი, სტუდენტობის დროსაც კარგი მკითხველი ვიყავი და რაც სოციალურ ქსელები შემოვიდა, ნუ ესე შევეში. შესაბამისად, აი ეს კონცენტრაციის ტესტებიც კი არსებობს და უშუალოდ სავარჯიშოებიც კი არსებობს, ანუ ფსიქოლოგებმა უფრო განსაკუთრებით იციან ეს, როგორ შეიძლება კონცენტრაციის ამაღლება, ასე ვთქვათ და ანუ როგორ შეიძლება რომ მოსწავლე, ასე ვთქვათ, მეტად კონცენტრირებული გახდეს. არსებობს ასეთი სავარჯიშოები, მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ ვიცი რომ არსებობს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა დავით. უამრავი შეკითხვა მაინც დარჩა. კი, დარჩა, მაგრამ ვერ გავაჟღერთ, მაგრამ იმედი მაქვს ის რეკომენდაციები, რომელიც მიეცეთ ჩვენს მშობლებს, დაეხმარებათ, რომ სწავლის პროცესი კიდევ უფრო პროდუქტიული გახდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაეხმარება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისთვის. დავით, დიდი მადლობა გვანცა ასევე.